რა არის პიროვნული განვითარება უფრო კარმული კუთხით, ხომ? ესე იგი, ყველა სისტემას აქვს, ფსიქოლოგიაშიც არის სხვადასხვა სისტემები, ფილოსოფიაშიც, რომელიც გვაჩვენებს საერთოდ რაობას ადამიანის, ხომ? რა არის ხუბება, რა არის ჩვენი მიზანი, ხო? ჩვენი მისია და მიზანი ამ ცხოვრებაში, როგორ მუშაობს საერთოდ ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ქოცნობიერი, ჩვენი ცნობიერი, მაგრამ მე მინდა უფრო კარმული და ეზოთერული კუთხით, ფსიქოლოგიის დახმარებითაც, ჩართულობითაც, აგიხსნათ უფრო ასტროლოგიური ჭრილით და მე მართალი რომ გითხრათ, რასაც ვიკვლევდი მთელი წლების განმავლობაში, ყველა სისტემა არის ხოლმე საჭირო, რომ მთლიანობაში დავინახოთ ადამიანი, იმიტომ რომ ერთ სისტემაში ბოლომდე ვერ ვხედავთ, რაღაც ფაზლი გვაკლია, რაღაც სურათი გვაკლია ყოველთვის. კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ წინა ცხოვრებებში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აკავთ, რუკაში დავინახოთ, მაგალითად, რუკას რო შევხედავ, შემიძლია იქ ნახო რა აკლდა ადამიანს, ხომ? და სხვათა შორის ახლა 8 ივნის მაქვს ძალიან საინტერესო ონლაინ ლექსია. ზუსტად ამ თემაზე, როგორ მუშაობს კარმული ასტროლოგიიდან, მაგალითად ოჯახური ველი, კარმული კავშირები, როგორ მუშაობს, რა გვაქვს ველში, გენეტიკურ ველში და სამუშაებელი, ამაზე ვისაუბრებ ძალიან ვრცლად, პრაქტიკული გამოცდილებებით და ჩემ კვლევებსაც გავაცნობ, გამსწრებს. არის დახურული ჯგუფი, სადაც იქნება ეს ონლაინ ლექცია, ვისაც გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ დაესწროთ ამ ლექციას. ან მოგვიანებითაც შეიძინოთ, იმიტომ რომ ეს ჩანაწერის სახითაც რჩება ხოლმე ჯგუფში. და რაც შეეხება ახლა ჩემს დაკვირვებებს, თუნდაც ფსიქოლოგიური კუთხით, თუნდაც ასტროლოგიის კუთხით, როგორ ხდება უფრო მოკლე დროში გაცნობიერება, აი იმ ემოციის, მაგალითად იმ სტრუქტურების, რომელიც ჩვენ გვჭირდება კარმულად, ხო? აი კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ ის ყველაფერი, რაც ახლა ჩვენ ვართ, რაც ოჯახში ხდება, რაც გენეტიკურ ხაზში გამოვლინდა, ეს არის ჩვენი წინა ცხოვრებები, ვერ განცდილი ან ვერ დახურული გეშტალტები. აი გეშტალტ ფსიქოლოგია ფაქტობრივად იგივეს ამბობდა, რასაც კარმულ ასტროლოგიაში ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არის პროცესი, ემოციური, რაღაც მოვლენა, რომელიც ჩვენ ვერ დავხურეთ, ვერ შევიგრძენით. ავარიდეთ თავი, იმდენად ტკინვეული იყო ეს ჩვენთვის, ან იმდენად გაურკვეველი იყო, რომ თითქოს ცნობიერმა სადღაც ჩაკეტა და ვერ იცხოვრა ემოციურ დონეზე. კარმული ასტროლოგია ზუსტად იგივეს ამბობს. მე სადღაც თუ ძალიან შემეშინდა, არ შევხვდი ამ შიშს, არ მოვინელე, არ გავითავისე ეს შიში. შეიძლება იქ ინტელექტუალური რესურსი ან ემოციური ინტელექტი არ მქონდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ის როგორც ღია ჭრილობა ისე რჩება და შემდგომ ვიბადებით სულ მუდმივად მოდის სხვადასხვა ხალხის სახით ეს დაუხურავი გეშტალტები, ოღონდ კარმულ დონეზე.